მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის სექტემბრის ჰოროსკოპს კოროებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო, ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნველოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების ტუზი, ამ პერიოდს მოზღვავებული ენერგიის ფონზე გაივლით, გექნებათ ენთუზიაზმით და ოპტიმიზმით სავსე განწყობა, იქნებით მოტივირებულები, იგრძნობთ რომ მზად ხართ თამამი ნაბიჯების გადასადგმელად, ინიციატივის საკუთარ თავზე ასაღებად და ახალი მიზნებისკენ სვლისთვის. მოგინდებათ რაღაც ახლის წამოწყება, ცვლილებების განხორციელება თქვენს ცხოვრებაში, ან შეიძლება რომელიმე ძველ სურვილს მიუბრუნდეთ, ახლებურად გაიაზროთ და დაიწყოთ მისი რეალიზება. და საკმარისი შინაგანი ენერგიაც გექნებათ, რომ იმოქმედოთ და განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრები. თუმცა აქ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ეს ბარათი გულისხმობს დაწყებას და არა საბოლოო შედეგს, ამიტომ მთავარია გადადგათ პირველი ნაბიჯები, რაც წარმატებული სტარტი იქნება შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე ეს ბარათი საკმაოდ სწრაფი და ინტენსიური ენერგიის მატარებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოტივაცია მხოლოდ ხანმოკლე ენთუზიაზმად არ დარჩეს და სურვილის გაჩენასთან ერთად საჭიროა მიმართულებაც მისცეთ მას და პრაქტიკულ მოქმედებად აქციოთ. მოკლედ საკმაოდ ენერგიული, ცოცხალი და ახალი შესაძლებლობების მომტანი პერიოდი გელით წინ და გირჩევთ მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ ეს დრო სასურველი მიზნებისკენ სვლისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. 21 მაღალი არკანის სამყარო, ამ შემთხვევაში ეს ბარათი ჰარმონიის, სისავსის, ურთიერთგაგების და მიღწევების ენერგიაზე მიუთითებს. ამ პერიოდში პირად ცხოვრებაში გექნებათ მთლიანობის და ასე ვთქვათ სრულფასოვნების განცდა. და სექტემბერი თქვენთვის იქნება ბედნიერების, ჰორიზონტების გაფართოების, ერთობლივი მოგზაურობის და ურთიერთობების იდეალურ საფეხურზე გადასვლის პერიოდი, სადაც თავს იგრძნობთ სრულიად დაცულად და სიყვარულით სავსეთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მერვე მაღალი არკანი ძალა, სექტემბრის განმავლობაში თქვენს კავშირში გაჩნდება უდიდესი ვნება, ურთიერთგაგება და ერთგულება. და თუ რაიმე დაძაბულობას ჰქონდა ადგილი თქვენ შორის მანამდე, ამ პერიოდში შეძლებთ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარებას, არა კონფლიქტით, არამედ რბილად, დიპლომატიურად, სითბოთი, მოთმინებით და საკუთარი შარმით. თქვენი კავშირი გახდება გაცილებით მყარი, სადაც სულიერი სიახლოვე და ფიზიკური ლტოლვა იდეალურად და ბუნებრივად იქნება ბალანსში. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, თასების 10-იანი ძალიან პოზიტიური ბარათია ამ პოზიციისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბევრი იმუშავეთ საკუთარ თავზე, ცდილობდით და ბევრ ძალისხმევას დებდით საკუთარი პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. სექტემბერი ახალი საინტერესო ნაცნობობით დაგასაჩუქრებთ და დიდი ალბათობით ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას წამოიწყებთ, ბევრ პოზიტიურ ემოციას და სტაბილურ და სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილ კავშირს მოგიტანთ. იგრძნობთ, რომ მონათესავე სული იპოვეთ და შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს.
მათ კი, ვინც ახლა იწყებთ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ფიქრს და ზრუნვას, თქვენ ბევრ პოზიტიურ შეხვედრებს, საინტერესო ადამიანებს და დროის სასიამოვნოდ გატარებას გპირდებათ. თუმცა მნიშვნელოვანია არ დაივიწყოთ, რომ წინ მნიშვნელოვანი არჩევანი გექნებათ გასაკეთებელი და სამომავლოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება თქვენ სწორ გადაწყვეტილებებზე. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ სექტემბერში საქმიანი სფერო, ხმლების 10-იანი, ამ პერიოდში თქვენ საქმიან სფეროში გარკვეული მძიმე, კრიზისული ან უშედეგო ეტაპი საბოლოოდ მიაღწევს თავის ლოგიკურ დასასრულს. და ეს ფინალი თქვენთვის არ იქნება მოულოდნელი, რადგან სავარაუდოდ შინაგანად დიდი ხანია გრძნობდით ამ გარდაუვალ მოცემულობას. თუმცა ვფიქრობ, ბოლომდე მაინც არ გქონდათ გაცნობიერებული და გააზრებული, რამდენად რთულად და კივნეულად გასავლელი იქნებოდა ეს პერიოდი. სექტემბრის განმავლობაში კი რეალურად დადგებით ასეთი მოცემულობის წინაშე და გეტყვით, რომ ამ პერიოდში ამ ეტაპს საბოლოოდ გადაივლით, დახურავთ და მომდევნო პერიოდს შეხვდებით გათავისუფლებული, მეტი ენთუზიაზმით და ახალი ენერგიით გადახვალთ შემდგომ ეტაპზე. ძველი სტრუქტურა საბოლოოდ დაინგრევა, რომ გზა დაუთმოს სრულიად ახალ და ბევრად უფრო ჯანსაღ რეალობას. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების 2-იანი, სექტემბრის განმავლობაში საჭირო იქნება იყოთ მეტად მოქნილები, სწორად გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები, თქვენი ფიზიკური რესურსი და დრო. რადგან შესაძლებელია ერთდროულად მოგიწიოთ რამდენიმე საქმის შეთავსება, სამუშაო პროცესში რიტმის შეცვლა ან პრიორიტეტების გადალაგება. ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ შესაბამისი სამუშაო განწყობა, აღიჭურვოთ მოთმინებით, იპოვოთ შინაგანი ბალანსის მდგომარეობა, გამოავლინოთ ადაპტაციის საუკეთესო უნარი და თუ საკუთარ ენერგიას სწორად გადაანაწილებთ და შეძლებთ შექმნათ მოქნილი გეგმა, როგორ გაუძღვეთ მოსვავებულ საქმეებს, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების 4-იანი, ეს ბარათი თქვენს უიმედობაზე მიუთითებს, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია დასაქმებასთან დაკავშირებული არაერთი უშედეგო მცდელობით. შესაძლებელია უკვე აღარც მოქმედებთ და არც გინდათ მეტი ენერგია ჩადოთ თქვენი დასაქმების საკითხში, მაგრამ ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულება სექტემბერში დასრულდება, მოგეცემათ შანსი ყველაფერი კარდინალურად შეცვალოთ, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მზაობაც, რომ დაინახოთ ეს შესაძლებლობები, თავს ძალა დაატანოთ და მთელი თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ამ მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში თქვენ ყველაფერი გამოგივათ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი, პირველ რიგში მოусმინეთ და ენდეთ საკუთარ ინტუიციას, დაიცავით პროფესიული საიდუმლოებები, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და იყავით მეტად თავდაჯერებულები. მეტი დრო დაუთმეთ ცოდნის გაღრმავებას და ასევე თქვენი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას. ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და მაქსიმალურად შეინარჩუნეთ წონასწორობა და შინაგანი ბალანსი. ამ პერიოდში არის რისკი, რომ თავი იჩინოს ფარულმა პრობლემებმა, მოგიწიოთ წარსულში გადადებული მწვავე საკითხების მოგვარება, ან ისეთ ფაქტებს აიხადოს ფარდა, რომ მოგიწიოთ კვეთრი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. გირჩევთ ასეთ შემთხვევაში არ აყვეთ ემოციებს, კარგად გაანალიზეთ ყველა ფაქტი და გარემოებები და განჭვრიტეთ რა შედეგებს მოგიტანთ თითოეული თქვენი შემდგომი ნაბიჯი. ზოგადადაც ამ პერიოდში იმოქმედეთ მაქსიმალურად დაფიქრებულად და კეთილგონივრულად. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს სექტემბერში, მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი,
საკმაოდ პოზიტიური ბარათია ამ პოზიციისთვის, ეს თვე მოგიტანთ ახალ ფინანსურ პერსპექტივებს და იმედს. თქვენს მატერიალურ ჰორიზონტზე შემოსავლის ახალი, გრძელვადიანი წყარო შეიძლება გამოჩნდეს, ან მიიღოთ სერიოზული მატერიალური მხარდაჭერა. ეს ბარათი ასევე შესაძლებელია მიუთითებდეს მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, რომ საოცნებო შენაძენზე, რაიმე ძვირადღირებული ნივთის, ტექნიკის, უძრავ-მოძრავი ქონების სახით. ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვან ელექტრონულ გადარიცხვებზეც მიუთითებდეს. ამ პერიოდში მაღალი იქნება თქვენი მოგების შანსიც, მაგალითად თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია სავალუტო ოპერაციებთან, იმპორტ-ექსპორტთან, საზღვარგარეთთან ურთიერთობებთან, შესაძლებელია საგრძნობი მოგება ნახოთ და საკმაოდ სოლიდური შემოსავლებიც მიიღოთ. ზოგადად ამ პერიოდში ენდეთ სამყაროს დინებას, თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური გაუმჯობესებისკენ მიდის. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების 4-იანი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ეცადეთ გაათავისუფლოთ გონება ნეგატიური ფიქრებისგან და არ აყვეთ მძიმე ემოციებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძილის და დასვენების რეჟიმს, ამ პერიოდში ეს თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, განტვირთვისთვის მიმართეთ სულიერ პრაქტიკებს ან იმ მეთოდებს, რომლებიც შინაგანი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც, მინიმუმ ხშირად გადიდ ბუნებაში, იარეთ სუფთა ჰაერზე და მიეცით სხეულს აღდგენის შესაძლებლობა. და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ პერიოდში მიიღეთ მხოლოდ საკითხის მშვიდად გააზრების და გაანალიზების შემდეგ. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში პაუზა უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე აჩქარება. ასეთი იყო 2026 წლის სექტემბრის ტაროსკოპი კუროებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გილით პირად კონსულტაციაზე მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.